მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ წელს საზოგადოებას. გვაქვს კვორუმი, ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგი დარიგებულია, ორი საკითხი არის გათვალისწინებული. გთავაზობთ, რომ პირველი საკითხი, რომელიც არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ თავმჯდომარეობასთან ერთად ამოვიღოთ დღის წესრიგიდან, გუშინ გამოთქმული კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნებიდან გამომდინარე მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა და შესაბამისად ეს კანონპროექტი არ იქნება დაჩქარებული წესით განხილული და სტანდარტული წესით განვიხილოთ, ანუ მეორე მოსმენა ორ კვირაში და შემდეგ მესამე მოსმენა კიდევ ორ კვირაში. იმისათვის რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ გადამუშავებული ისეთი ცვლილება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს და შესაბამისად პრევენცია არ ექნება პირიქით პასუხისმგებლობის დამდგენი იქნება სახელმწიფოს შესყიდვაში მონაწილე პირის კანონდარღვევისა და შესაბამისად ადეკვატური სასჯელებიც იყოს განსაზღვრული. ხოლო მეორე საკითხი პენდენციური კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ კვლავ დავტოვოთ და განვიხილოთ. ამ დათქმით რომ უყაროთ გენჯი და დავამტკიცოთ დღის წესრიგი გთხოვთ. მადლობა. მაშინ განვიხილოთ ინიციატივა პენდენციური კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები მეორე მოსმენით. მოხსენებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი დგებუაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მეორე მოსმენით ჩვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვის პაკეტთან დაკავშირებით. პირველი თქვენ იცით მოგეხსენებათ, ეს ეხება ცვლილებების პროექტს პენიტენციურ კოდექსში. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება, დაზუსტდება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, მათ შორის აღმოიფხვრება ამავე კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები და ტექნიკური ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება აღნიშნული კოდექსის ცალკეულ ნორმათა რედაქციები. პენიტენციურ კოდექსში შესატანი ცვლილებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. კერძოდ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით აგრეგულირდება სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი, პენიტენციურ კოდექსსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ადმინისტრაციული სამართალდაღუპულთა კოდექსშიც. კოდექსში შედის რამდენიმე ტერმინოლოგიური ცვლილება. ერთგვაროვანი მიდგომის მიზნით ტექნიკური ცვლილების სახით პენიტენციური კოდექსიდან ამოდის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან იგი წესრიგდება სისხლის სამართლის კოდექსით. კოდექსის ცალკეულ ნორმებში დაზუსტდება გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადები, შესაბამისი სამუშაო დღეები თუ კალენდარული დღეები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადებთან მიმართებით პრაქტიკაში ერთგვაროვანი მიდგომებია, მიზანშეწონილია მათი დაზუსტება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ბოდის გიხდით, რადგანაც მეორე მოსმენით განვიხილოთ, მოდით მივყვეთ მხოლობრივად და თითოეულ მოხდან და პუნქტთან დაკავშირებით თუ ექნებათ კოლეგებს შენიშვნები, მოსაზრებები, პრინციპების დონეზე გასაგებია წარმოდგენილი ქონდა პირველ მოსმენით მივიღეთ და სადაც ცვლილება იქნება შესული პირველი მოსმენის შემდეგ, რომ გთხოვთ რომ გაგვაცნოთ. ბოდიში ერთს დავაზუსტებ ბატონო არჩელ, რომ ჩვენ მე უბრალოდ ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, ანუ რომ საკითხებსაც ვიხილავდით, ორივე ეს ეხებოდა სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს და სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს, ეს უცვლელი დარჩა და ასევე ცვლილებები ეხება პრობაციის კოდექსს. ხო, მივყვეთ თითოეულ კანონპროექტს. და ერთს უბრალოდ თავარს დავაზუსტებ, რომ ჩვენ აი საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენის მიღების შემდეგ იურიდიული კომიტეტის აპარატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ პროექტით გათვალისწინებულ ცალკეულ საკითხებზე ახლებურმა რეგულირებებმა გარკვეული კორექტირება განიცადა და ძირითადად დაზუსტა ვადები და შეტანილი იქნა გარკვეული რედაქციული ხასიათის შესწორებები, ეს მინდოდა უბრალოდ აღმენიშნა. კი ბატონო. მივყვეთ პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, მუხლი პირველი, პუნქტობრივად გავყვეთ. პირველი პუნქტი ხომ არ არის ცვლილება? პირველ პუნქტში პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილება აქ არ გვაქვს, ხო? რედაქციული ხასიათის. კი ბატონო. მეორე პუნქტი
მეორე პუნქტში არის უცვლელი დარჩა. უცვლელი. მესამე პუნქტი იქნა ამოღებული. ხო, სრულ ასაკთან დაკავშირებით ცვლილება აღარ განხორციელდება. მეოთხე პუნქტი შესაბამისად უკვე გადანომრული მესამეში რედაქციული ცვლილება არის. კოლეგებო, დარიგებულ ტექსტში შესაბამისად უკვე მესამე პუნქტი არის მითითებული, რადგან ამოღებულია მესამე კი ბატონო. ხო, თქვენთან დარიგებულ ტექსტში მესამე რაც არის, პირველ რედაქციაში მეოთხე იყო და რადგან ამოვარდა, რაღაცა შეიცვალა. სამისად მესამე პუნქტზე ვშევდით. მესამე პუნქტში ცვლილებები რედაქციული ხასიათის გვაქვს, ხომ ესე? კი ბატონო. მეოთხე პუნქტი? მეოთხე პუნქტში არის რედაქციული ცვლილება. მეხუთე? მეხუთე პუნქტში ეს არის ასევე დარჩა უცვლელი. მეექვსე? მეექვსეც დარჩა არის რედაქციული ცვლილება. კი ბატონო. აქ 22 მუხლის მეორე ნაწილის დეფექტში ცვლილება აღარ შედის. ეს ამოღებული იქნა კონსულტაციების საფუძველზე. მე-7 და მე-8 პუნქტები. მე-7 უცვლელი დარჩა, მე-8-ში არის რედაქციული ცვლილება. მე-9 მე-9 ეს 38 მუხლის 38 მუხლის არის ამოღებული, ბ დარჩა უცვლელი. კი ბატონო. მე-10 და მე-11 პუნქტები. მე-10 უცვლელი დარჩა, მე-11-ში რედაქციული ცვლილება გვაქვს. მე-12 მე-13 უცვლელი დარჩა, მე-13-ში არის მცირე რედაქციული ცვლილება, მე-14 ამოღებული იქნა. დიახ. რომელიც 58 მუხლის მე-10 ნაწილს დაახლოებით. კი ბატონო. მე-15 62 მუხლის ცვლილება. დიახ, მე-15-ში გვაქვს რედაქციული ცვლილება. მე-16 მე-16-შიც გვაქვს მე-16 დარჩა უცვლელი. მე-17 მე-18 მე-17 უცვლელი დარჩა, მე-18-ც, მე-19-ში რედაქციული ცვლილება არის. კი ბატონო. და აქ 92 მუხლის პირველ ნაწილში ცვლილება აღარ განხორციელდება. არ განხორციელდება, რედაქციული არის. კი ბატონო. მე-20 მე-20-ში არის რედაქციული და 90 მუხლსაც ეხება, აქაც რედაქციული გვაქვს. კი ბატონო. 22 აქაც მცირე რედაქციული არის. კი ბატონო. 23 23-ში არის რედაქციული ცვლილება. დიახ, ბატონო თენგის. დიახ. გთხოვთ რომ ჩართოთ. თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით, როდესაც უფრო მსუბუქი დიახ. შეიცვალოს. ამას კომისია გააკეთებს? ნახეთ, ეს არის შესაბამისი, უბრალოდ შესავალს გავაკეთებ, რომ აქ ჩვენ ცვლილებებით, აქ შინაარსობრივ ნაწილს არ ვეხებით, ეს არის უბრალოდ წმინდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება არის, რაც პენიტენციური კოდექსით არის დარეგულირებული, ის საკითხი, ძირითადი საკითხები იქნება აქ გამოკვეთილი და ჩვეულებრივ უბრალოდ მითითება ხდება სისხლის სამართლის კოდექსზე. ანუ აქ რაღაც ახლებური მიდგომის ჩამოყალიბება, ან ახალი პრინციპების განსაზღვრა არ ხდება. ამიტომ არის უბრალოდ წმინდა რედაქციული ხასიათის ცვლილება არის, თქვენ თუ ეს გაინტერესებთ, მაინც ეხეს დამას დავაკონკრეტებ. ანუ შინაარსობრივი ნაწილი მანდ არ იცვლება, უბრალოდ წმინდა რედაქციული ტექნიკური კუთხით გასწორდა. ასაგებია, რომ არ გადაიტვირთოს პენიტენციური კოდექსი. კარგით, 24 24 დარჩა უცვლელი. 25 და 26 ასევე უცვლელი, 26-ში არის მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილება. 27-შიც ასევე 22 23, 29, 30, 31, 32 დარჩა უცვლელი, მათ შორის 33-ში მცირე ცვლილება არის. 30, 31 აქ მეგონი უცვლელად არის ყველაფერი, ხო? 30, 31-ში უცვლელია დიახ. 32, 33 აქაც 32 უცვლელი, 33-ში მცირე არის რედაქციული ხასიათის. 34 უცვლელი, 34-ში არის რედაქციული ხასიათის.
კი, პენტენციური სამსახურის წარმომადგენელზე მითითება არის მე-11 ნაწილში, ხო? დიახ. 35. 35-შიც არის ეს რედაქციული ცვლილება არის კალენდარულ და სამუშაო დღეებთან მიმართებით. 36. 36-შიც არის ასევე იმავე ხასიათის რედაქციული ხასიათის ცვლილება. 36 და 37. დიახ, 36-შიც არის რედაქციული ხასიათის, 37-შიც. 38. ასევე 38-შიც. კი ბატონო. 39. 39-შიც ასევე. დიახ, ხო, აქ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ 125 მუხლის მე-7 ნაწილი აღარ ყალიბდება ახალი რედაქციით. და მითითება რაც ხო კი ბატონო. წარმომადგენელზე და ადვოკატის ტერმინით აღარ იცვლება დამცველი. 39-ში 39-ში დიახ, ასევე არის რედაქციული ხასიათის თქვენ რაც ვცანით ამ კუთხით. კი ბატონო. მე-40 და 51. მე-40 უცვლელი არის და 51-ში არის რედაქციული ხასიათის ცვლილება. კი ბატონო. მეორე მუხლი მეორე მუხლი უცვლელი რჩება. ოლეგო შენიშნები მოსაზრებებით ხომ არ არის? თხოვთ რომ ანიშნოთ როგორც პატრონატინგიზმა. შემდეგ განპროექტი არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. დიახ, აქ მუხლი პირველი, უცვლელი დარჩა, მეორე უცვლელი დარჩა. კი ბატონო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი. მუხლი პირველის მეოთხე პუნქტში არის რედაქციული ხასიათის ცვლილება. კი ბატონო. მეორე მუხლი მეორე მუხლი უცვლელი დარჩა. კი ბატონო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. დიახ. მუხლი პირველი. პირველი მუხლი პირველმა მუხლმა განიცადა რედაქციული ცვლილება, რაც და თქვენ ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით საკითხის გამოტანის დროს და მუხლი მეორე იქნა ამ შემთხვევაში ესე იგი ამოღებული. დიახ და შესაბამისად იქ უკვე მუხლი მესამე ამოქვეყნებისთანავე ამოქმედება ეს კანონი. კარგი, დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესსა და პრობაციის შესახებ საქართველოს განსაზღვრების შეტანის თაობას. მუხლი პირველი. პირველი მუხლი განიცადა რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კი ბატონო. მეორე მუხლი უცვლელი დარჩა. კი ბატონო. ოლეგო შენიშნები მოსაზრებებით თუ არის? ასეთი არ გახლავთ. მადლობა. ამით საკითხი განხილულია. შეგვიძლია რომ პლანურ სტომათა დარბაზში გადავინაცვლოთ წრის შემდეგ რა თქმა უნდა და ამავდროულად ბატონო გიორგი ჩვენ კვლავ გავაგრძელოთ კომიტეტის აპარატთან ერთად თქვენს თანამშრომლებთან ერთად მუშაობა იმისათვის რომ თუ რაიმე საჭიროება იქნება ამისი კიდევ დამატებითი სათანადო ცვლილებები ავსახოთ უკვე წარმოდგენილ ტექსტში განხილვის პლანურ სტომაზე განხილვის მიმდინარეობისას. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ გთხოვთ შეგიძლიათ აიკავოთ ადგილი. გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე, ვინ არის მომხრე რომ მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ ინიციატივა დამზადებულად ჩაითვალოს. დამწერთაგან ყველა ერთის გამოკლებით თქოთ რომ ჩავინიშნოთ. მადლობა, ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია.